მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოგიკითხავთ. დღეს მინდა მე თქვენთვის გავაკეთო გაშლა მესიჯი მისგან. მოდი ვნახოთ მესიჯი ჩაფიქრებული ადამიანისგან. გაშლა გავაკეთოთ სამ ვარიანტად. ბალანსისთვის გთხოვთ გამოიწეროთ, მოიწონოთ, დამიკომენტაროთ, რათა მივხვდე რამდენად საჭიროა ეს გაშლები თქვენთვის და მეც სტიმული მექნება კვლავ და კვლავ შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველ თემაზე გაშლები. მაშასე ვნახოთ მესიჯი მისგან. ვნახოთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. მესიჯი მისგან. პირველი ლაბრატორიტი, მეორე ამეთვისტო და მესამე ავანტიურინის მწვანე მინერალი. მესიჯი მისგან. ნახოთ. გადავდოთ მესამე ვარიანტი, მეორე ვარიანტი და პირველი ვარიანტი, ვინც ჩავიფიქრეთ ლაბრატორიტი. მაშასე მესიჯი მისგან. რას გეტყოდათ ეს ადამიანი? გაგიჟღერებთ მის სიტყვებს, მე დავიღალე. დამღალა ამდენმა ტვირთმა, დამღალა ცხოვრება, დამღალა აი იმ ყველაფერმა, რაც ჩემთვის აღმოჩნდა იმაზე მეტი, რის ტარებაც შემიძლია. კიდევ რას გეტყოდათ ეს ადამიანი? დამღალა იმან, რომ მაქვს იმიჯი, ვითომ და კარგად ვარ. დამღალა იმან, რომ ვიბრძოდი აი ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. დამღალა მუდმივმა ბრძოლებმა იმისთვის, რომ შემენარჩუნებინა ის, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო და მომერგო იმის ნიღაბი, რომ მე გამარჯვებული ვარ. ეს იყო პირველი ვარიანტი. მადლობა პირველებო, დაგელოდებით მე თქვენ კომენტარებში და მეორე ვარიანტი ამეთვისტო, ვინც ჩავიფიქრეთ. მესიჯი ჩაფიქრებული ადამიანისგან. მიუხედავად იმის, რომ მე მაქვს ოჯახი, ყავს სტაბილური მეუღლე, სტაბილური ქალი და შეიძლება თქვენ მესამე ხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში, მე მაინც მაქვს შენს მიმართ ემოციები, გრძნობები და აი ამას ვერ გაჩვენებ შენ, რადგან მე მყავს დაკანონებული ურთიერთობა მაქვს და მყავს მეუღლე, რის გამოც მე ბლოკავ ჩემს თავში და ჩემს გულში ემოციებს და ამის გამო არის ის, რომ ვერ გამოვთქვამ აი ამ ყველაფერს. მესიჯი მისგან. თქვენთვის მესიჯი. და მუდმივად მაწვალებს ფიქრები,
შენზე მაწვალებს მუდმივად ჩემ თავთან კონფლიქტი, ტანჯავს აი ეს ყველაფერი, რაც უკავშირდება მოგონებებს და მე ვარ ადამიანი, ვინც უნდა მართოს თავისი ოჯახი, პასუხისმგებლობა აიღოს ოჯახზე, პასუხისმგებლობა აიღოს როგორც ფინანსურად, ასევე ოჯახის მმართველობის, თუმცა ვიტანჯები, მუდმივად კონფლიქტში ვარ საკუთარ თავთან. თუმცა აი მგრძნობებს, ემოციებს და განვლილ სასიამოვნო დღეებს ძალიან დიდი როლი უკავია ჩემს ცხოვრებაში ახლაც. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, თუმცა არც თუ ისე საიმედო იყო და ძალიან დამასევდიანო, მაგრამ ეს გახლავთ მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ მწვანე ავანტურინი. მისი მესიჯი თქვენთვის. მისი მესიჯი. ეს ადამიანი ამბობს, რომ მუდმივად არის გაურკვეველ სიტუაციაში, მუდმივად ბარიერებია, მუდმივად არჩევანის წინაშეა და ამბობს, რომ მე ვარ ძალიან დაბნეული, თითქოს ბურუსში, ვარ არჩევანის წინაშე და სურს მივიღო ის, რაც მსურს, მაგრამ არის ჩვენს შორის რაღაც ისეთი, რომლის გარღვევაც მე არ შემიძლია და არ ძალმიც. ეს ადამიანი თითქოს ახლა არაფხიზელ არამქვეყნიურ ენერგიებშია, მეგობრებო, და ამბობს, რომ მე ვეჭვიანობ თქვენზე, შენზე, მე განვიცდი აი ამ ყველაფერს, განვიცდი სიშორეს, თუ ერთად არ ხართ და მანძილზე ხართ, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე განვიცდი შენგან სიშორეზე და მანძილზე ყოფნას, მე ვეჭვიანობ, ილუზიებში ვარ და გაურკვეველია ჩემს გარშემო ყველაფერი. მე დიდხანს ველოდი და კიდევ ველოდები, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში. შენ მუდმივად ხარ ის ქალი, რომელიც მე მიქმნიდა კომფორტს, მიქმნიდა ჩემთვის სასურველ სიტუაციას, შენ ჩემთვის ხარ ის ემოციების ზღვა, ის ემოციური ქალბატონი, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას მაძლევდა. მისი მესიჯი. ახლა მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ახლოს ერთმანეთთან და შეიძლება ეს ადამიანი ოჯახშია, მსურს მე შენთან დალაპარაკება, მოლაპარაკება, მაგრამ იმის შემდეგ, როცა ძალიან ბევრ რამეს გავაანალიზებ, დავუკვირდები, მე მსურს
გამოვიდე კონტაქტზე და მშვიდად დავილაპარაკოთ. ეს გახლავთ მესამე ვარიანტი. მეკითხვენ, დაგელოდებით კომენტარებში, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირად გაშლებზე შეგიძლია მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე მომწეროთ. მე გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.